გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? მიხარია თქვენი ნახვა ჩემ არხზე, მე ვარ მარიამ მილასი და ხვალ არის ჩემი დაბადების დღე. ამიტომ მე და მიკი ერთად უნდა გავჩვენოთ რები ვიყიდეთ ჩემი დაბადების დღისთვის. უნდა ვახსენო ის, რომ აქვს ოქროს დაბადების დღე, შესაბამისად, ყველაფერი მინდოდა რომ ოქროსფერი ყოფილიყო. ამიტომ ჩემებმა დღეს მიყიდეს რაღაცეები ტორტისთვის და ზოგადად ფოტოების გადასაღებად, რაც მჭირდებოდა. ესე იგი, პირველი არის ასეთი სანთლები, ერთიანი და შვიდიანი, სამოგეთერთმეტი არა, ერთიანი და შვიდიანი და ასევე დედა ჩემმა მიყიდა ესეთი დასაბერე ბუშტებია და ხვალ გავუჯეროთ ერთად და ნახოთ. ესეთი სანთლები, ეს არის ლენტივით, აი ასე, ხარზე ჩამოუცვა, ასეთი რაღაცა. განსაყვარლობა მოკლედ. მის გარდა რომ მიყიდეს ასეთი ერთგვარი აქსესუარები დაბადების დღის ტორტებისთვის და ასე შემდეგ, კიდევ ვიყიდეთ კაბა, იმიტომ რომ ვაპირებ რომ აღნიშნო სადმე კაფეში. თუმცა პირველ რიგში ფოტოების გადასაღებად მინდა ეგ, ვფიქრობდი რომ კარგი იქნება რომ ფოტოსესიას ავით მოვაწყო და ამიტომ ხოლმე და ჩემი მივიდივართ და უნდა გადავიღოთ კარგი ფოტოები. ახლა გაჩვენებთ კაბას, რომელიც ვიყიდე დაბადების დღისთვის. ვარდისფერია, თუმცა ოქროსფერი ელემენტებიც აქვს. აი ასეთი კაბაა. ძენი დღეს რო გაიღვიძე? ვიტირე. ანუ იგრძენი რო უკვე ბავშვობა მთავრდება, ხო? ვინერვიულე. იმის გამო რომ ბავშვობა მთავრდება, ხო? არა, პროსტა ვინერვიულე. აი ესეთი ტორტი მაქვს. ტორტი მაქვს, ახლა მაგალითად თქვი ეს ტორტია. ბოლოს ნავჭამო, კაი სუნი აქვს შოკოლადის და ასეთი კაბა მაცვია.
მეგობრებო, ახლა ცოტა მოგიყვებით თუ რა იხილეთ წინა ვიდეოებში. Დილით გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით ფოტოების გადასაღებად. ჩემი ინიციატივა იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღეა და ამასობაში ფოტოების გადაღებასთან ერთად სტამბაშიც შევიარეთ. სტამბის ვაუჩერი მქონდა იმის გამო, რომ როგორც ერთ-ერთ ვლოგში ვთქვი, საუკეთესო მომხალისე გავხდი მესტუმრესი, ვაუჩერი მომცეს და ხარჯეთ მე და ჩემო მშობლებმა. ნახევარი დღე ფაქტობრივად გავიდა. თუმცა ვლოგი ჯერ არ დამთავრებულა, იმიტომ რომ ერთად მე და ჩემი ოჯახი უნდა წავიდეთ ერთ-ერთ თურქულ რესტორანში მარჯანიშვილზე. ვფიქრობ, რომ ასიმი რესტორანში წავალთ უფრო, იმიტომ რომ იმ რესტორანში ყოფილვარ ადრე და იქ შევჭამთ თურქულ რაღაც საჭმელებს, ფახლავა მინდა და ხო, იმედია მოგწონთ ეს ვლოგი და გააგრძელებთ ყურებას, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ბევრი რამ გელოდებათ. ასევე საჩუქარი მე მგონი არ მიჩვენებია და ახლა მინდა რომ გაჩვენოთ ჩემი საჩუქარი რა მაჩუქეს ჩემებმა. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ოქროს დაბადების დღეა, ანუ გავხდი 17 წლის 17 რიცხვში, 17 აგვისტოს და შესაბამისად ოქრო მაჩუქეს და ულამაზესი ბრასლეტია და მინდა რომ გაჩვენოთ. ძალიან ლამაზია, უნაზესია და ხელზეც მომიხდა. ჯერჯერობით მხოლოდ ჩემებმა მაჩუქეს საჩუქარი, არ ვიცი კიდევ ვინმე მაჩუქებს თუ არა, იმიტომ რომ ზოგადად პატარა წრეში ავღნიშნავთ და არ ამგონია რომ კიდევ ვინმე მაჩუქოს, მაგრამ საჩუქრები არ არის მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრმა ჩემმა ნაცნობმა მეგობარმა ახლობელმა ყველა მომილოცა და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ზოგადად წინა წლებში მახასიათებდა ისეთი რაღაცა, რომ არ ვდებდი ხოლმე სტორზე მილოცავს და რაღაცებს ამაში ეზულთ ადამიანებს. მოეთაგათ ჩემი თავი და დაეწერეთ რომ აი მარიგი ილოცავ დაბადების დღეს ან რამე, მაგრამ მე არ ვაზიარებდი, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ ხალხს ცოდნოდა რომ დაბადების დღე მაქვს რაღაცნაირად ეგრე ვიყავი და წელს გავუწყე რომ დამეტესტე ეგ და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა მომილოცა. შორეულმა ნაცნობებმაც, ახლობლებმაც რაღაცა და საკმაოდ სასიამოვნოა, როცა ასეთ სიყვარულს გრძნობ ადამიანების მხრიდან და ასეთ დაფასებას გრძნობ, იმიტომ რომ ისეთი საყვარელი მოლოცვები წავიკითხე, ისეთი საყვარელი მართლა, აი ლამის ავიტირე რა, განსაკუთრებით გუშინ საღამოს ისე ვიყავი, რომ კინაღამ ვიტირე, ისეთი საყვარელი და თბილი სიტყვები იყო. კარგი განსაკუთრება იყო, რომ ეს გავაკეთე და უფრო იგრძნობა ეს ვაიბი დაბადების დღის, ვიდრე მაგალითად არავინ რო არ იცის, რომ დაბადების დღე გაქვს გარდა ახლო წრის. ახლა მინდა რომ გაჩვენოთ ჩემი მეორე აუთფიტი, ჩავიცვი აი ასეთი კაბა. მეგობრებო, მოვედი უკვე სახლში და ამით სრულდება ჩემი დაბადების დღის ვლოგი. იმედია მოგეწონათ და იგრძნით ის ვაიბი, რაც მე მინდოდა რომ გადმომეცა თქვენთვის. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის შემდგომ ვლოგებამდე.